მოგესალმებით მეგობრებო, გამარჯვებას გისურვებთ. ღმერთი იყოს ჩვენი მფარველი და ერთხელ და სამუდამოდ დაეკათავისუფლდეს ქართველი ერი, შინაური თუ გარეული მტრებისაგან. ყველაზე მეტად იმ ხალხის მოცემულობა მაღიზიანებს, რომლებიც გვიმტკიცებენ, რომ მართალია ქოცები არ არიან, მაგრამ მაინც 9 წლის მანძილზე უარესი ხდებოდა საქართველოში და იმაზე რატომ არ საუბრობთო. წარსულზე საუბარი და განსაკუთრებით ნაკლოვანებებზე საუბარი დღევანდელ მოცემულობაში ქოცობაზე უარესია. ეს არის ტვინ ნაღრძობი ადამიანების მოცემულობა და მდგომარეობა, რომელიც მის შინაგან ქოცობას მალავს შირმით და იყენებს სიტყვებს ქოცი არ არის, მაგრამ ის 9 წელიც ახსოვს, რაც ხდებოდა ჩვენს ქვეყანაში. ერთ-ერთი პირველი, ვინც 9 წლის მანძილზე დაშვებულ შეცდომებს აპროტესტებდა, ქუჩაში გამოდიოდა და სხვებიც გამოყავდა, ვიყავი მე. წერდი სტატიებსაც, ვაქვეყნებდი პერიოდულ გამოცემებშიც, გადაცემებშიც ვიღებდი მონაწილეობას. მაშინ ის ეპისკოპოსები, ის სასულიერო პირები, რომლებმაც დღეს ეკლესიებში ქართული ოცნების შტაბ-ბინა შექმნეს, მიბარებდნენ, მაშინაც მემუქრებოდნენ, გაგდებით მემუქრებოდნენ და მეუბნებოდნენ, რომ ეს არ არის მათი პოლიტიკა, ჩემი საუბრებით პრობლემები ექმნებოდათ იმდროინდელ ხელისუფლებასთან და მირჩევდნენ გაჩუმებულიყავი. სხვა შემთხვევაში სხვადასხვა გზებით და მეთოდებით შეეცდებოდნენ ჩემს გაჩუმებას. ამის მიუხედავად მე ყოველთვის ვამხელდი იმდროინდელ რეჟიმს, თუ რა არ მომწონდა იმ დროსაც და 2012 წელს ერთ-ერთი პირველი ვიყავი. ჩემი მეგობრები იმედია გაიხსენებენ, თუ არ დაუბრმავდათ საბოლოოდ თვალები ზუსტად იმის გამო, რომ დღეს ბევრი მათგანი ქოცების სამსახურში დგანან და ხელფასებს იღებენ. როგორ ვაპროტესტებდი იმდროინდელი ხელისუფლების ქმედებებს, მათ შეცდომებს და ერთ-ერთი პირველი ვიყავი ეკლესიაში, ვისაც ღიად სურდა რეჟიმი შეცვლილიყო. მაგრამ მივიღე რა, უარესი შედეგი, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ მე ისევ ის 9 წელი გამახსენდეს, ვინაიდან დღეს 13 წლის მანძილზე 9 წელი მონაგონია, ისეთ შეცდომებს უშვებს ჩვენი ხელისუფლება, ეროვნული მოტივაციით ადამიანებს ისევ ატყუებს, ხდება გასხვისება ქართული მიწების, ქართული ტერიტორიების და რაც ყველაზე მტკივნეულია ჩემთვის, რასაც ალბათ ვერასდროს შევეგუები და არასდროს არ ვაპატიებ დღევანდელ ხელისუფლების წარმომადგენლებს, როგორც ერში, ისე ეკლესიაში, რომ ისინი არ ცდილობენ ახალგაზრდების საემიგრაციო ხაზი შეაჩერონ და პირიქით აქეზებენ, რომ აუცილებლად ემიგრაციაში წავიდნენ და იქ ეწიონ ბედს მხოლოდ იმის გამო, რომ ამ პროგრესულად მოაზროვნე ახალგაზრდების პროტესტი არ მოსწონს დღევანდელ ხელისუფლებას და რეჟიმს და სიმშვიდეს, მათ სიმშვიდეს, ხელოვნურ სიმშვიდეს, ფასადურ სიმშვიდეს საფრთხე ემუქრება. ამიტომაც ისინი მოუწოდებენ ახალგაზრდობას, რომ აი თქვენ უკვე შეგიძლიათ უცხოეთში წახვიდეთ და თუ აქაურობა არ მოგწონთ, იქ მაინც ცადოთ ბედი. ამ დროს ძალიან მალე ვეღარც უცხოეთში ვერ წავლენ ჩვენი ახალგაზრდები, ვინაიდან დეკემბრის შუა რიცხვებიდან ვიზა ლიბერალიზაციის გაუქმებასთან დაკავშირებით აუცილებლად იმსჯელებს ევროკავშირი და შეიძლება ამ საფრთხის წინაშეც აღმოჩნდეს ყველა ჩვენგანი. განსაკუთრებით კი მტკივნეულია მთელი რიგი საკითხები, რაც მე მაწუხებს დღევანდელი ხელისუფლების წარმომადგენლებისაგან და რაც ძალიან მტკივნეულია ჩემთვის, არის ის, რომ ამ საკითხებს უგულებელყოფს საქართველოს საპატრიარქო და შეხმატკილებულად და ერთმანეთთან შეთანხმებით ჩუმდებიან, რომ საბოლოოდ მიაღწიონ სასურველ შედეგს. პირველი ეს, რაც ყველაზე მტკივნეულია და ქუდზე კაცი უნდა გამოვიდეს და არავინ არ უნდა დათმოს პოზიციები, არის ის, რომ ასე ხელაღებით ხდება
ქართული ტერიტორიების გასხვისება განსაკუთრებით არაბებზე და ირანელებზე, მეორე ის რომ ახალგაზრდებს აიძულებენ საკუთარი ქვეყანა დატოვონ და წავიდნენ ემიგრაციაში და ამით ხელს უწყობენ გაუცხოებას ჩვენი ქვეყნისას, უცხოტომელების ჩამოსახლებას და პროგრესულად მოაზროვნე ღირსეული ახალგაზრდების ნაკადი უნდა წავიდეს უცხოეთში, რომ მათი ადგილი უბირებმა, უწიგნურებმა, გაუნათლებლებმა და ბნელებმა დაიკავონ. მესამე, ყველაზე დიდი ყურადღება უნდა ეთმობოდეს ემიგრაციაში მყოფ ქართველობას, რადგან ვთვლი, თუ ვინმე შეიძლება დღეს გმირი ეწოდოს, ესენი არიან ემიგრანტები. ემიგრანტები, რომლებიც წლების მანძილზე საკუთარი სიცოცხლის ცხოვრების, პირადი ცხოვრების უარყოფის ფასად ცდილობენ ოჯახის წევრების სიცოცხლის გადარჩენას, მათ მატერიალურ კეთილდღეობის მოწყობას, მეზობლების დახმარებას, ახლობლების დახმარებას. ამაზე დიდი გმირობა რა შეიძლება იყოს, როცა უცხოეთში ღამეებს ათებ იმის გამო, რომ შენს ქვეყანაში ვინმე მშიერი არ მოგდეს, ვიზეც ხელი მიგიწვდება, რომ ყველას რაღაცნაირად დაიხმარო და შეეხიდო. მაშინ როცა გაზულუქებული ეპისკოპოსები სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯზე მდიდრდებიან და არ იციან რა მანქანა შეიძინონ, რომელი აგარაკი აიშენონ, სად დაისვენონ და სად იმოგზაურონ. იმის ფონზე, როცა ტაძარში ყურმოჭრილ მონადგცეულ მრევლს მოუწოდებენ, რომ ევროპა გარყვნილია, ამერიკა გარყვნილია და ყველა მათგანი უნდა იყოს მოტივირებული იმისათვის, რომ ამ ბრმა აბსოლუტურად თითიდან გამოწოვილ მარაზმულ ქადაგებებს მოусმინოს, რომ ამით კიდევ უფრო მეტად დააზომბირონ მრევლი და რელიგიური გრძნობებით ითამაშონ იმ ადამიანებზე, რომლებსაც სათანადო განათლება არ აქვთ, ინტელექტი არ აქვთ და მასების მეშვეობით მოახდინონ საზოგადოებაში ერთმანეთს შორის დაპირისპირება, რომ დააჯერონ ევროპა თურმე ქართულობას გვართმევს, ამერიკა თურმე ქართულობას გვართმევს და ამიტომ არ უნდა ჩვენს ხელისუფლებას და ჩვენს ეკლესიას ევროპის და ამერიკის გზა, რადგან უნდა შევინარჩუნოთ მათთან წინააღმდეგობასა და ბრძოლაში ჩვენი ეროვნულობა და ქართველობა. ამ დროს ასეთი ნარატივით ვერ ხვდებიან აი ის ეგრეთ წოდებული მრევლი, რომ საქართველო უკვე გაასხვისეს და ქართველობა ისევ ქართული ოცნების წარმომადგენლებმა წაგვართვეს, რასაც ხელი მოაწერა საქართველოს საპატრიარქომ, ასე მომხდარიყო გასხვისება ჩვენი ქართული ტერიტორიების მიწების და ეს საუკეთესო მიწები გადასცემოდა არაბებს, რომ იქ არაბული ქალაქები აშენდეს. ამაზე დიდი ღალატი, ამაზე დიდი არაადამიანობა, ამაზე დიდი არაეროვნული აზროვნება და ქმედება მე არ მახსენდება საქართველოს უახლოეს ისტორიაში იმის მიუხედავად, რომ ნამდვილად ბევრი შეცდომები იყო დაშვებული. ამიტომ ერიდეთ ყველაზე მეტად იმ ადამიანებს, რომლებიც დღევანდელ მოცემულობას უყურებენ, თუ როგორ იღუპება ქვეყანა, მაგრამ მაინც საუბრობენ იმ 9 წელზე, თურმე რამდენი შეცდომა დაუშვა იმდროინდელმა რეჟიმმა. ეს არის ქოცობა და ქოცობაზე უარესი, ეს არის არაადამიანობა, ეს არის არაკაცობა, ეს არის არაეროვნულობა. იმიტომ რომ 9 წელი იმ ხელისუფლებამ შეცდომები დაუშვა, თურმე ეს დანარჩენი 13 წელი შეცდომაში კი არა, ჯოჯოხეთში რო ვცხოვრობთ, თურმე უნდა ავიტანოთ სამაგიეროდ აი 9 წელი ხო დასრულდა. ეს არის არამხოლოდ იმ ყოფილი ხელისუფლების მიმართ აგრესია და სიძულვილი, არამედ შენი სამშობლოს გაწირვა, შენი სამშობლოს გამეტება, შენი პატარა ამბიციური აგრესიის და იმ შურისძიების გამო, რაც გაკავშირებს წინამორბედ ხელისუფლებასთან, რადგან შენ რაღაც დაგიშავა. დიახ, შეიძლება გააქვს ლეგიტიმური უფლება, რომ გწყინდეს, როცა ვიღაცა უსამართლოდ გექცევა, მაგრამ დღეს, როდესაც ქვეყანა იყიდება, დღეს, როდესაც ხდება სრული არაბიზაცია, სრული ირანიზაცია, დღეს, როდესაც ახალგაზრდები ეძებენ უცხოეთში წასასვლელ უმოკლეს გზებს, რომ იშრომონ ფიზიკურად, რომ სწავლას თავი დაანებონ, რომ გადასახადებს ვერ იხდიან სწავლის ქირას
ვერ იხდიან ამის გამო ქვეყნიდან გაიქცნენ, ეს არის ტრაგედია. ეს არის ქოცობაზე უარესი, ეს არის ნაცობაზე უარესი, ეს არის ყველა კერპთაყვანისცემაზე უარესი, რადგან შენ ხუჭავ თვალს, შენ არ გინდა რეალობა დაინახო და აღიქვა და ამ გამოშტერებული ტვინით და გონებით იმეორებ ერთსა და იმავეს, ფუთიყუშივით, რომ აი 9 წლის მანძილზე ხდებოდა ძალიან დიდი პრობლემები და გავიგე, რომ ხდებოდა მაშინ ის პრობლემები ზუსტად იმის გამო, გვინდოდა ყველა ჩვენგანს, რომ შეცვლილიყო ხელისუფლება. ვიმეორებ, ერთ-ერთი პირველი მე ვიყავი, ვისაც ამის სურვილი ჰქონდა, მაგრამ მივიღეთ უარესი შედეგი. ამიტომ მე იმ 9 წელზე უკვე ვეღარ ვისაუბრებ, რადგან 13 წელი იმდენად მეტია იმ პრობლემებთან შედარებით, რაც 9 წლის მანძილზე გამოვიარეთ, რომ არც მახსოვს ის პერიოდი, იმდენად დიდი ჯოჯოხეთი მოგვიწყო ქართულმა ოცნებამ და ამას ხელს უწყობს საქართველოს საპატრიარქო შიო მუჯერის კაბინეტი, რომელიც ყველა შეცდომაზე, ყველა დანაშაულზე, ყველა კრიმინალურ ქმედებებზე ჩუმდება და ამ თავის გაჩუმებით ხელს აფარებს ქართულ ოცნებას. ამიტომ ხალხი მაინც უნდა მოიგოს გონს, ემიგრაციაში წასვლა მარტო არ არის გამოსავალი, პირიქით, აქედან კიდევ უფრო მეტად გინდა რომ დაბრუნდე, კიდევ უფრო მეტად გინდა რომ იქ იბრძოლო, შეიძლება შედეგი ვერ გამოვიღოთ ისეთ, იმიტომ რომ მონსტრი აზის ჩვენს ქვეყანას, სატანა, ეს არის ხორცს შესხმული სატანა, განივთებული ეშმაკი, რქებიცა აქვს უბრალოდ ამას განახვა უნდა და ყველა ვერ ხედავს. მე მაგალითად ხედავ, როგორ ადგას ივანიშვილს რქები და ამას ეთაყვანება შიო მუჯერი. ხო და დღეს ქვეყანას მართავს სატანა. ეროვნულობის, რელიგიის სახელით ხდება ქვეყნის გაყიდვა, გასხვისება, გარყვნილი ევროპის და ამერიკის სახელით, ოღონდ ბჭყალებში ეს ტერმინი რა თქმა უნდა, ხდება ქართველი ერის გარუსება, რომ თითქოს გარყვნილმა ევროპამ ქართულობა არ წაგვართვას და ჯანდაბას და რუსეთმა წაგვართვას ქართველობა. სულ მithქვამს, ყველა ჩემს საეთერო გამოსვლაში ამას ვამბობ, სტატიებშიც ამას ვწერ, სოფლიოში არ არსებობს რუსეთზე გარყვნილი ერი. და ეს ჩვენ ნათლად დაგვანახა საუკუნეების მანძილზე რუსეთმა, ჩვენთან ურთიერთობაში, უკრაინასთან ურთიერთობაში და ნებისმიერ სახელმწიფოსთან ურთიერთობაში, რომლის ოკუპაციაც გადაწყვიტა. ჩვენ უნდა ვიბრძოლოთ ამ რეჟიმის წინააღმდეგ, ვიბრძოლოთ სამართლიანად, ვიბრძოლოთ ღირსეულად, რომ ის ქართველები, ის ახალგაზრდობა მაინც დაარჩეს ჩვენს ქვეყანაში, რომლებიც უკვე ჩემოდნებზე სხედან და რეისს ელოდებიან, როდის დადგება მათი რიგი, რომ დატოვონ ქვეყანა. არ დაუშვათ ეს, რომ ახალგაზრდებისაგან დაიცალოს ჩვენი სამშობლო. ეს არის ივანიშვილის ინტერესი და შიო მუჯერის ინტერესი, რადგან მერე დარჩენილებს და დაზომბირებულებს ადვილად მართავენ და ეს არის მათი მთავარი მიზანი. ფრთხილად, ფხიზლად და გამარჯვებისკენ ერთად. ამინ.